დამწყე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე სასაუბროდ პროფესორ მასწავლებლები მეორედ შეიკრიბნენ. უნივერსიტეტთა შორის სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა 10-მდე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელმა მიიღო. ღონისძიებას ორგანიზება დამწყე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად პროფესორმა ბიზნესის ადმინისტრირების დეკანმა ცისკარა ზარანდიამ გაუწია. წარმოდგენილია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, როგორიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკადემიური ეროვნული უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. კონფერენცია, როგორც სახელწოდებიდან შეიძლება ვთქვათ, ეძღვნება ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ პრობლემებს. კონფერენციაზე 59 მომხსენებელმა 41 ნამუშევარი წარადგინა. მოხსენებები ნავთობის ფასზე მოქმედ ფაქტორებს, უმუშევრობის დაძლევას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, დემოგრაფიულ ვითარებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში და სხვა მსგავს თემებს შეეხო. პროფესორ მასწავლებლებმა თითოეული თემა დეტალურად განიხილეს და აუდიტორიას პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნეს. თემა, რომელსაც მე წარვადგენ, ეს ეხება ეკონომიკური ზრდის პრობლემებს საქართველოში, ფინანსური ბაზარი და ეკონომიკური ზრდა, ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარება რამდენად უწყობს ეკონომიკურ ზრდას ხელს, ლაპარაკი არის ამ შემთხვევაში გრძელვადიან, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდაზე და ამას ეხება ჩემი კვლევა, რომელსაც მე აქ წარვადგენ, თუმცა არის ეკონომიკის მიმართულებით ასევე წარმოდგენილი სხვა ძალიან საინტერესო მოხსენებები, რომელიც ეხება ეკონომიკის განვითარების პრობლემებს, საინტერესოა აგრეთვე მეწარმეობის და მენეჯმენტის სექციაზე წარმოდგენილი მოხსენებები. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ასეთი მასშტაბის კონფერენციების გამართვა რეგიონებში, რადგანაც ეკონომიკის, ბიზნესის განვითარების კუთხით გვაქვს ბევრი პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებში და აქ არის რესურსები, განსაკუთრებით ამ უნივერსიტეტში არის ბევრი ისეთი კადრი, რომლებიც ნამდვილად ხელს უწყობენ ახალგაზრდობის აღზრდას, კარგი გაგებით, კარგი კუთხით, რა თქმა უნდა და მინდა რომ ეს დიდი აღმავლობა, რაც ამ უნივერსიტეტს აქვს, გაგრძელდეს და მომავალშიც ისეთი წარმატებულები იყვნენ, როგორც ისინი დღეს არიან უნივერსიტეტთა შორის ასპარეზზე ამ უნივერსიტეტის სახით. სამეცნიერო კონფერენცია 3 სექციად იყო დაყოფილი. ბიზნესისა და მენეჯმენტის, აღრიცხვისა და ფინანსების და ეკონომიკის სექციებში მოხსენებების წარდგენა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამწყე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი კვლევების განხილვამდე უნივერსიტეტთა შორისი კონფერენციები გარკვეულ მიზნებს ემსახურება. პირველი გახლავთ ის, რომ ეს კიდევ უფრო აძლიერებს ფაკულტეტის ავტონომიას. კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას ძენს ფაკულტეტს, როგორც დამოუკიდებელი ერთეულს და ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის შიგნით დამოუკიდებელი ძლიერი ერთეულის არსებობა, რომელიც თავისთავად მხოლოდ აძლიერებს თვითონ უნივერსიტეტს. მეორე მნიშვნელობა გახლავთ შემდეგი. დღეს ყველა უნივერსიტეტის წინაშე არის გარკვეული გამოწვევა. განსაკუთრებით ეს ეხება უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციას და ინტერნაციონალიზაციას კვლევის თვალსაზრისითაც. ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე მეორე სამეცნიერო კონფერენციას დამწყე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 13 და 14 ოქტომბერს უმასპინძლა. პირველ დღეს პროფესორ მასწავლებლებმა მოხსენებები წარადგინეს. მეორე დღეს მასალების შეჯამება მოხდა, რის შემდეგაც კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა.